კომენტრები. დღეს რა თქმა უნდა არის ოთხშაბათი და შესაბამისად რადიო პალიტრის პირდაპირ ეთერშია გადაცემა მკურნალი. ისევე როგორც ყოველ ოთხშაბათს ჩვენმა ერთგულმა მსმენელმა და მაყურებელმა კარგად იცის რომ ჩვენი მოსმენა შესაძლებელია ტალღაზე FM 103.9 ეს რადიო პალიტრა. ამას გარდა შეგიძლიათ რომ თვალი გვადევნოთ სოციალური ქსელის მეშვეობით და თუ კი საძიებო ველში აკრებთ თქვენთვის კარგად ნაცნობ Facebook გვერდს რადიო პალიტრა FM 103.9 თქვენ ავტომატურად ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე აღმოჩნდებით, სადაც live რეჟიმში გვადევნებთ თვალს. მე შეგახსენებთ, რომ გადაცემის წამოყვანი თამთა ასათიანი გახლავართ. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა კი ძალიან საინტერესოა, ასე რომ გირჩევთ იყოთ ყურადღებით, რადგან ბევრ მნიშვნელოვან დეტალზე გავამახვილებთ დღეს ჩვენ ყურადღებას. ჩვენი საუბრის თემა გახლავთ სახსრების დაავადებები, მათი დიაგნოსტიკა და მართვა. ჩვენი გადაცემის სტუმარი დღეს გახლავთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის რევმატოლოგი თამარ ფარცვანია. მოგესალმებით თამარ. მოგესალმებით. პირველ რიგში უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ მობრძანდით ჩვენთან და მზად ხართ, რომ აი ამ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე ესაუბროთ ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს. დღეს გადაცემის ორივე ნაწილი სწორედ ამ თემას დაეთმობა და ორივე ნაწილში ჩვენი სტუმარი თამარ ფარცვანია იქნება. თავდაპირველად მინდა გკითხოთ ზოგადად რევმატოლოგიასთან დაკავშირებით, რას შეისწავლის რევმატოლოგია და დაავადებათა რომელ ჯგუფს აერთიანებს კონკრეტულად ის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის და მადლობა ასევე იმისთვის, რომ საერთო დრო დაუთმეთ რევმატოლოგიური დაავადებების განხილვას. რევმატოლოგია ზოგადად როგორც დარგი წარმოდგენა რო ვიქონიოთ თუ რას წარმოადგენს, ის გახლავთ მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის საყრდენ-მამოძრავებელი და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებს. შემაერთებელი ქსოვილოვანი დაავადებებიდან გამოვყვებთ რა თქმა უნდა ავტოიმუნურ დაავადებებს, რომელთა რიცხვს განეკუთვნება ყველასათვის საზოგადოებაში ყველასათვის ცნობილი სისტემური წითელი მგლურა, სისტემური სკლეროზი, სისტემური ვასკულიტები, მშრალი სინდრომი და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ზოგადად რევმატოლოგიური დაავადებები შეიძლება დავუყოთ გარკვეულ ჯგუფებად, მათი ან გამოწვევი ფაქტორის მიხედვით ან კონკრეტულად რას აზიანებს ყველაზე მეტად, მაგალითად თუ სახსროვანი კომპონენტი უფრო მეტად ჩართული, ანუ ართრიტები შეიძლება გავმიჯნოთ ამ ავტოიმუნური დაავადებებიდან. ყველაზე ესეთი საზოგადოებაში გავრცელებული ფორმა ართრიტის, ეს გახლავთ ოსტეოართრიტი, რომელიც ყველაზე მოწყვლადია ასაკობრივ კონტინგენტში, ამიტომ არ მეგულება ადამიანი, ვისაც აღნიშნული პრობლემა არ ქონდეს, არ აწუხებდეს რაღაც დოზით. ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად. გარდა ამისა არის ანთებითი რევმატიული ანთებითი დაავადებები, ართრიტების, რომ გავმიჯნოთ ოსტეოართრიტისგან ის გახლავთ რევმატოიდული ართრიტი, ასევე მანკილოზებელის სპონდილოპათიების, რომელიც მიეკუთვნება ასევე ხერხემლის ანთებითი დაავადებების ჯგუფს, რეაქტიული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, ანუ ეს არის დაავადებები, რომელიც ავტოიმუნური პროცესებიდან გამომდინარე ვითარდება. ნუ რას ნიშნავს მაყურებლის მსმენელისთვის რო იყოს ხო ესეთი გარკვეული რას ნიშნავს ავტოიმუნური დაავადება? ავტოიმუნური დაავადება ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემა საკუთარ ქსოვილს, ჯანმრთელ ქსოვილს, ჯანსაღს, ქსოვილს უჯრედს აღიქვამს როგორც უცხოს და მის საწინააღმდეგოდ გამოიმუშავებს ანტისხეულებს. ხო, ესე იგი ავტოანტისხეულების გამომუშავება ხდება, რასაც მოყვება შემდგომ ამ იმუნური პასუხი, ანუ ზემგრძნობელობით განპირობებული იმუნური პასუხი, რასაც საბოლოო ჯამში მივყავართ სწორედ იმ ანთებითი პროცესების ფორმირებამდე, რომელიც სხვადასხვა დაავადებების სახით გამოვლინდება. აი შეგვიძლია ვისაუბროთ თქვათ რომელი ავტოიმუნური დაავადებებია ყველაზე ხშირი ამ შემთხვევაში? ხშირი საზოგადოებაში სამწუხაროდ მდედრობის სქესში ყველაზე მეტად ესეთი გამოვლენილი და ახალგაზრდა ასაკში ეს გახლავთ სისტემური წითელი მგლურა, რომელსაც აქვს მისთვის ესეთი დამახასიათებელი სიმპტომატიკა, თუმცა შეიძლება ძალიან ისე არასპეციფიური ჩივილებით მიმდინარეობდეს და ადამიანმა არც კი ჩათვალოს, რომ რაღაცა სისტემურ დაავადებასთან აქვს საქმე. აი მაგალითად გაძლიერებული თმის ცვენა, ქოშინი, მოკლე დისტანციაზე გავლის დროს, საერთო სისუსტე, ცალსახად დამახასიათებელი რაც არის ეს პეპელა ზონაში სხვერის კიდეზე და ლოყაზე მოწითალო ფერის ერითემატოზული გამონაყარი, რომელიც სპეციფიურად სისტემური წითელი მგლურასთვის არის დამახასიათებელი. ეს უკვე ვიზუალურად მიიყრობს მის ყურადღებას და მიმართავს შეგნებულად ექიმ რევმატოლოგს. გარდა ამისა, თუ მდედრობით სქესის პაციენტს ასევე ხშირ შემთხვევაში ვეკითხებით, თქონდა თუ არა ანამნეზში აი
მორეციდივე თვითნებითი აბორტები. ხშირად გინეკოლოგთან ხვდებიან ან რეპროდუქტოლოგთან და მათ მიერ ხდება შემდეგ გადმომისამართება ჩვენთან რევმატოლოგთან, გნებავთ სისტემური წითელი მგურის გამოსარიცხა თუ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დასადგენად. ანუ არის გარკვეულწილად არასპეციფიური ჩივილები, რითაც შეიძლება გავდეს რამდენიმე სისტემური დაავადება ერთმანეთს, ან კიდევ არის სპეციფიური ჩივილები, რითაც ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რამდენადაც გვანან, იმდენად განსხვავდებიან. ну, რა თქმა უნდა, ცალსახად შეიძლება გამოვყოთ ვასკულიტები, რომელთვისაც ესეთი პურპურული გამონაყარი ყოველთვის ესეც ცალსახად დამახასიათებელია, თუმცა ქარექვე ტიპები სისხლძარღვების დაზიანებული სისხლძარღვების კალიბრის მიხედვითაც შეიძლება განვასხვაოთ ისინი ერთმანეთისგან და ну, რა თქმა უნდა, კლინიკური მანიფესტაციად მეტნაკლებად განსხვავებულია მათ შემთხვევაში. რაც შეეხება პრევენციას, რამდენად შესაძლებელია მათი პრევენცია? აი, პრევენციას რაც შეეხება, არის მოდიფიცირებადი ფაქტორები, რომელიც შეიძლება ავირიდოთ თავიდან, მაგალითად ჭარბი წონა, ну, სტრესი, გარკვეულწილად ბიორიტმის დარღვევა, ხშირი მორეციდივე ინფექციები, მსგავსი ფაქტორების რაღაც დოზით ესე გაუნებელყოფა შეგვიძლია მეტნაკლებად, მაგრამ სამწუხაროდ არის ისეთი არამოდიფიცირებადი ფაქტორები, ხა გენეტიკა, მემკვიდრული წინასწარგანწყობა და შემდეგ, რასაც ვერ გავიქცევით ესე ვთქვათ და რაც შეიძლება იყოს გამშვები მექანიზმი ამა თუ იმ დაავადებების განსავითარებლად. თამარ, საინტერესოა რა ნიშნით შეიძლება რომ დავყოთ სახსრების ანთებითი დაავადებები? სახსრების ანთებითი დაავადებები შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად, მაგალითად ნივთიერებადაცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებები, როგორიც არის პოდაგრა, ქონდროკალცინოზი. არის დეგენერაციული პროცესებით მიმდინარე დაავადებები, ზემოთ აღნიშნე უკვე ოსტეოართრიტი, რომელიც ესეთი ცალსახა გამოხატულებაა დეგენერაციული პროცესების და შედარებით ასაკობრივ კონტინგენტში გვხდება, ანუ ეს ადამიანის ასაკის მატების თანმხლები და თანმდევი პროცესია, ვერ გავექცევით თუმცა მართვადია. ну, მას აქვს მისი განვითარების რისკ ფაქტორები, რომლის ესეთი მენეჯმენტი შეიძლება რომ გაკეთდეს. არის ასევე ზემოთ ხსენებული ავტოიმუნური დაავადებები, ანუ სისტემური დაავადებები და რას გულისხმობს ეს სისტემური დაავადება? გულისხმობს არა მხოლოდ რაღაც საყრდენ მამოძრავებელი სისტემის ჩართულობას, ანუ სახსრების, ძვლების, მყესიაგოვანი აპარატის, არამედ შინაგანი ორგანოების ჩართულობასაც. შესაბამისად, ეს არის ავტოიმუნური სისტემური დაავადებები, არის ასევე სახსრების რევმატოიდული, ანუ რევმატიული ანთებით მიმდინარე დაავადებები, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი რევმატი გამოხატულება არის რევმატოიდული ართრიტი. არის ასევე ოსტეოპოროზი, რასაც რის განვითარებასაც საკმაოდ ისეთი რისკ ფაქტორები აქვს პოსტმენოპაუზაში მყოფი ქალბატონებისთვის ყველაზე ისეთი ხშირი პრობლემაა, იქ წონის დეფიციტი და არის გარკვეულწილად გრადაცია, ესე ვთქვათ, დაავადებებს შორის. რამდენად შესაძლებელია რომ რაღაცნაირად განვასხვაოთ ერთმანეთისაგან სახსრების ანთებითი ტკივილი და მექანიკური ხასიათის? ეს მნიშვნელოვანია ამ კომპონენტის განსხვავება, ვინაიდან გარკვეულ დაავადებებს ახასიათებს მხოლოდ მექანიკური ხასიათის ტკივილი. მაგალითად, ოსტეოართრიტს მექანიკური ხასიათის ტკივილი რას გულისხმობს? ანუ ტკივილი აღმოცენდება ფიზიკურ აქტივობასთან ერთად. აი, ოსტეოართრიტის შემთხვევაში პაციენტს აღენიშნება სასტარტო ხასიათის ტკივილი, ანუ პირველი რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა ამ ტკივნეული პაციენტისთვის, შემდეგ კი აი ან უმსუბუქდება ის ტკივილის ინტენსივობა, ან საერთოდ ქრება. რაც შეეხება ანთებით კომპონენტს, ანუ ანთებითი ხასიათის ტკივილს, რომელიც ყველაზე მეტად ეს ანთებითი დაავადებებისთვის, სახსრების ანთებითი დაავადებებისთვის არის დამახასიათებელი, მისთვის არა აქვს არსებითი მნიშვნელობა რაღაც ფიზიკურ აქტივობას, არც დატვირთვას, აი მოსვენებულ მდგომარეობაშიც აბსოლუტურად ტკივილის ინტენსივობა საკმაოდ მაღალია და არც ნელდება, არც მსუბუქდება და არც ქრება. კი ბატონო. ძალიან საინტერესო თემაა და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ადამიანს ახლა უჩნდება კითხვები და იმედი მაქვს, რომ ამომწურავად ვუპასუხებთ, მათ ინტერესს დავაკმაყოფილებთ. ასევე მინდა კითხოთ ართრიტებს რა აქვთ საერთო დამახასიათებელი და განმასხვავებელი ნიშნები? კი ბატონო, ართრიტი თავისთავად მოიცავს სახსრების პრობლემას. ხო, ართრიტი არის სახსრების ანთება. სახსრების ანთება კი შეიძლება იყოს სხვადასხვა გენეზის, ინფექციური გენეზის, არაანთებითი გენეზის, ან პირიქით ავტოიმუნური პრობლემებიდან გამომდინარე. ართრიტი ვინაიდან სახსრის ანთებაა, ესე იგი ყველა ტიპის ართრიტისთვის არა აქვს მნიშვნელობა რა გენეზის იქნება.
სახსრების ანთება, შესიება, ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა, ზოგ შემთხვევაში სიწითლეც ამ შესიებული სახსრის სიწითლეც დამახასიათებელია, ესე რომ დამახასიათებელი ნიშნებიდან რა თქმა უნდა ის ანთებისთვის კლასიკური დამახასიათებელი თვისებები რაც არის, რა თქმა უნდა ყველა ტიპის ყველა გენეზის ართრიტების შემთხვევაში ესეთი საერთოა, თუმცა რა თქმა უნდა არის მათთვის განმასხვავებელი, თუნდაც სიწითლე რაც ზემოთ აღნიშნე, აი პოდაგრული შეტევების დროს განსაკუთრებით თვალსაჩინოა და ჩვენთვის ერთგვარი მინიშნებაც არის, აი ჰიპერემიით მიმდინარე, სიწითლით მიმდინარე ართრიტები, რომელიც ასევე ადგილობრივად ანუ ლოკალურად ჰიპერთერმიასაც იწვევს, ტემპერატურის მატებასაც. გარდა ამისა არის იგივე ხასიათის თვითონ ტკივილის ხასიათიც ანთებით კომპონენტთან ერთად თუ ანთებითი ხასიათის ტკივილია ანუ რომელ დაავადებაზე გავაკეთოთ აქცენტი რომელი დაავადებების გამორიცხვა იქნება საჭირო ან კიდევ პირიქით. კი ბატონო. და ასევე ბოლოს ვკითხავთ ართრიტებიდან ყველაზე ხშირად რომელი ფორმაა გავრცელებული სანამ რეკლამაზე გავალთ ესეც რომ გითხრათ. საზოგადოებაში ყველაზე ხშირად ოსტეოართრიტია გავრცელებული და ანუ ეს არის დეგენერაციული დაავადება, როდესაც კატაბოლური ფუნქცია ჭარბობს ასაკში უკვე ეს ანაბოლურს, ანუ სინთეზსა და ანუ წარმოქმნასა და დესტრუქციას შორის თანაფარდობა ირღვევა და ნუ ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ლოკალიზაციის პრობლემა, ანუ შეიძლება იყოს ჩართული მსხვილი სახსარი, წვრილი სახსარი, ყველაზე მეტად მაინც მოწყვლადია მენჯბარძაყის სახსარი და მუხლის სახსრები. თუმცა, რა თქმა უნდა, წვრილი სახსრები, მაგალითად თითების ეს პროქსიმალური დისტალური ფალანგთა შორის სახსრებიც ასევე ჩართულია ამ პრობლემაში, ამ პროცესში. და შემდეგი რაც მინდა რომ გამოვყო, ეს არის რევმატოიდული ართრიტი, რაც ასევე საკმაოდ ხშირ პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებაში და ნუ ამას უკვე ცალსახად დამახასიათებელი სიმპტომატიკა თუ დრო გვაქვს დაგვეძლება მაგის საშუალება შემიძლია გვაქვს როდია. ბატონო, რევმატოიდული ართრიტი ეს მიეკუთვნება აუტოიმუნურ დაავადებათა ჯგუფს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ხშირ შემთხვევაში წვრილი სახსრების დაზიანება, კონკრეტულად აი თითების წვრილი სახსრები, მსმენელისთვის რომ ეს იყოს გასაგები, თითების წვრილი სახსრები, მაჯის წვრილი სახსრების ჩართულობა. ყველაზე ხშირი ისეთი სახასიათო ტიპიური ლოკალიზაცია ამ დაავადებისთვის. თუმცა რა თქმა უნდა, მან შეიძლება დააზიანოს მენჯბარძაყის, მუხლის, მხრის სახსარი, იყოს ნებისმიერი პერიფერიული სახსარი. რევმატოიდული ართრიტისთვის სხვა ტიპის ართრიტებისაგან განმასხვავებელი რაღაც სპეციფიური ჩივილები გვაქვს, რის გამოც თუ პაციენტი მიხვდება, შენიშნავს, რომ მსგავსი ჩივილი აღენიშნება, აუცილებლად უნდა მიმართოს რევმატოლოგს, იმიტომ რომ ეს დაავადება არ განიკუთვნება იმ ჯგუფს, რომ რაღაცა დღეს დავლევანთების საწინააღმდეგო პრეპარატს და გამივლის ეს პრობლემა. ეს არის საკმაოდ სერიოზული პრობლემა, რომლის მართვა დღესდღეობით საბედნიეროდ შეგვიძლიათ რევმატოლოგებს მართავთ და რა ჩივილები არის გამოჩ შეიძლება მოგმართოს, ხო, პაციენტმა ეს არის გახანგრძლივებული შებოჭილობის შეგრძნება, რომელიც განსაკუთრებით გამოვლინდება დილის საათებში. ეს დილის შებოჭილობა უნდა აღემატებოდეს მინიმუმ 9 საათს, ანუ ხშირ შემთხვევაში 1 საათზე მეტად მოიცავს ხანგრძლივობას. დილის შებოჭილობა, რას გულისხმობს, ანუ გაიღვიძა ადამიანმა, საწოლიდან წამოდგომა არ შეუძლია, ტანსაცმლის ჩაცმა, ელემენტარული ნატიფი ფაქიზი მოძრაობების შესრულება, თუნდაც კარის გაღება, პირადი ჰიგიენის დაცვა, ანუ მსგავსი პროცესების შეფერხება ხდება ესე მარტივად რო ვთქვათ. გარდა ამისა, თუ მამ ჩივილსთან დაერთო, რა თქმა უნდა, სახსრის შესიება, ტკივილი, დისკომფორტი, მოძრაობის ამპლიტუდის შეზღუდვა აღნიშნულ სახსარში, ესეც ცალსახა ჩივილია, რის გამოც უნდა მოგმართოს, რა თქმა უნდა, კლინიკაში ექიმ რევმატოლოგს ამ ჩივლებიდან გამომდინარე. რადგან ავტოიმუნური პრობლემა და სისტემურ პრობლემას წარმოადგენს რევმატოიდული ართრიტი, გარდა სახსროვანი კომპონენტისა, სულ აქცენტირება ხდება სახსროვან კომპონენტზე. და მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ სისტემური დაავადება არ არის მხოლოდ რაღაც სახსრის ანთებითი დაავადება და სახსრის პრობლემა. ეს მოიცავს შინაგანი ორგანოების დაზიანებას, ისეთივე როგორც არის გულსიძელφრთა სისტემა, სასუნთქის სისტემა, თავის ტვინის დაზიანება შეუძლია, ის სისხლძარღვების ანთებითი დაავადების გამოწვევაც კი შეუძლია არის რევმატოიდული ართრიტი, რომელიც ასოცირებულია ვასკულიტთან, მაგალითად, თვითონ სხვა სისტემურ დაავადებასთან არის ხშირ შემთხვევაში ასოცირებული, მაგალითად, სისტემურ წითელ მგლურასთან. ამიტომ ამ სახსროვანი ჩივილების უგულვებელყოფა არ მინდა მოხდეს პაციენტის მხრიდან, ვინაიდან გართულებები ხშირ შემთხვევაში რაც სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია, სწორედ შინაგანი ორგანოების გავლით ხდება და საკმაოდ სერიოზულ გართულებებს შეიძლება ველოდოთ. კი ბატონო, ანუ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ყურადღების და მივაქციოთ ყურადღება ამ ყველაფერს.
მადლობა ძალიან დიდი გადაცემის ამ ნაწილში ახლა რეკლამას უნდა დავუთმოთ რამდენიმე წუთი რეკლამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით განვაგრძობთ საუბარს დაგველოდეთ